საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა. პრომეთეს მღვიმეს მარტვილის კანიონს, სათაფლიას წალკის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს 370,547 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით 31% არის გაზრდილი. საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და შესაბამისად მათი რაოდენობაც. პირველ ხუთეულში შედიან ქვეყნები პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი და რუსეთი. გარემოს დაცვისა და სოფლმეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად ეწევა ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. რის ერთ-ერთი მაგალითიც არის გასულ 7 თვეში ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიაზე 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა.